მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ჩვენ დღეს ბუნებრივია BBC-ს გამოქვეყნებულ სტატიაზე ვისაუბრებთ, სკანდალურ სტატიაზე. შეგახსენებთ, რომ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, ჟურნალისტური გამოძიება, გამოდო ფილმი და ასევე სტატია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. როგორც BBC წერს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ და მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. BBC-ს ცნობისძვე ესაუბრნენ World Services ქიმიური იარაღის ექსპერტს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებს ამ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა კამიტი უწოდეს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს, მაგალითად ქართული ოცნება ამბობს, რომ BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამართლებრივ დავას დაიწყებს, ხოლო SUS-ი კი ამბობს, რომ დაიწყო გამოძიება, როგორც იმ მიმართულებით, თუ რაზეც არის საუბარი სტატიაში, ანუ ნამდვილად იყო თუ არა ეს გამოყენებული, ასევე იმ მიმართულებით, თუ ვინ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ როგორც გითხარით BBC-ში ორი ყოფილი სპეცრაზმელის ინტერვიუ არის, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ყოფილის და შესაბამისად როგორც ჩანს მათ წინააღმდეგაც იქნება გამოძიება. ასევე გავრცელდა განცხადება ევროკავშირის მხრიდან, ჩვენც ახლახან ვნახეთ მედია ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, ასე რომ ველის სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებითო თქვა მან. დღეს ბუნებრივია გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ამ თემაზე, როგორც გითხარით, ჩვენ სტუმრები იქნებიან თამას კირტავა, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის კოორდინატორი, რომელიც ჩაგვერთვება, ხოლო სტუდიაში ჩვენთან ერთად არის თათია ქონიაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი. მოგესალმებით. თათია, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ასევე მივესალმებით თამას, რომელიც გვერთვება, როგორც გითხარით. თამას, გამარჯობა თუ გესმის ჩემი. მოგესალმებით. მადლობა, თქვენგან დავიწყებ, ბუნებრივია, როგორც ვიცი, საიას მუშაობდა სწორედ აი ამ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც ხდებოდა დემონსტრაციების დაშლა და ბევრი, ასე ვთქვათ, კვლევა გაქვთ ჩატარებული. რისი თქვა შეგიძლიათ BBC-ს ამ გამოძიებას? მართალია ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ სახელმწიფოს, რომ გაესაჯაროებინა თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა ის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს პირველ რიგში ჩვენი ეს მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გამარტივებოდათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პერიოდში მნიშვნელოვან ჯანმრთელობის ზიანს იღებდნენ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით თუ როგორ იყენებდა სახელმწიფო სპეციალურ საშუალებებს და მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში საერთოდ რომ გადავდოთ გვერდზე შემადგენლობა ამ ქიმიური საშუალებების, ის მეთოდები, ის საშუალებები, ის ტაქტიკები, რომლებითაც იყენებდა ამ იარაღებს, უკვე იყო ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი და ამაში მოიაზრება მათ შორის ინტენსიური გამოყენება გაზის, გამოყენება ისეთ ადგილებში, როდესაც ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დროულად დატოვონ ტერიტორია, წყალში ქიმიური ირიტანტების შერევა, რაც კიდევ უფრო ზრდის ადამიანებზე ამის ზემოქმედებას, იმიტომ რომ იშღინთება კანი, თმა, ტანსაცმელი და ადამიანები ვერ ახერხებენ, ასე ვთქვათ, დროულად გაეცალონ ამ ქიმიურ საშუალებებს და ის ეფექტები, რაც შემდგომ ამას ჰქონდა ადამიანებზე, უკვე მიუთითებდა იმას, რომ სახელმწიფო ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევით იყენებდა სპეციალურ აქტიურ საშუალებებს, მათ შორის ქიმიურ ნივთიერებებს. თუმცა ახლა, როდესაც BBC-მ თავისი გამოძიების შედეგად თქვა, რომ სახელმწიფო სავარაუდოდ სწორედ ამ კონკრეტულ ქიმიურ საშუალებას იყენებდა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერებაა, რომელიც მას შემდეგ თანამედროვე სოფლიოში ქვეყნების მიერ აკრძალულია, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მატებს სიმწვავეს ამ საკითხს, რაზეც უფლებადამცველები უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანს ხდის იმას, რომ ჩვენ დღემდე რეალურად სახელმწიფოსგან ოფიციალური ვერსია არ მოგვისმენია თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ის ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ადამიანები თვეების შემდგომ კვლავ საუბრობდნენ იმაზე, რომ და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ამაზე ექიმებიც საუბრობდნენ, რომ მათზე
იმდროინდელმა, ასე ვთქვათ, გაზის შესუნთქვამ ზემოქმედებამ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი დატოვა. ხო, თუმცა თქვენ ახეთ რომ ხელისუფლება ეს ვთქვათ ირონიით მოეკიდა ამ სტატიას და პირველი მსოფლიო ომი კი არა დიდგორის დროინდელი და რაღაც ეგეთი განცხადებები გაკეთდა, არ არის არანაირი მტკიცებულებები, ისინი ამბობენ, ხოლო არის რაღაც მოსაზრებები, აგერ უჩივიან კიდეც სასამართლოში. თქვენი ასე ვთქვათ ჩატარებული კვლევები რას ადასტურებს აი ამ ხნის განმავლობაში, როცა მიდიოდა ეს დაშლა აქციების? ჩვენი ჩატარებული დოკუმენტირების შედეგად ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სახელმწიფო ქიმიურ საშუალებებს იყენებდა უკანონოდ და ადამიანის უფლებების, მათ შორის საერთაშორისო სამართლის დარღვევით და ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა იმ ინტენსივობით, ამ საშუალებების წყალთან შერებით და იმ ტაქტიკებით, რომლებსაც ის იყენებდა, მაგალითად ზემოდან კაფსულების გადმოგდება, რაც ადამიანებში პანიკას ქმნიდა, დაშლის საშუალებას არ აძლევდა და ასე შემდეგ. უშუალოდ რა ქიმიური შემადგენლობა ქონდა ამ ნივთიერებებს, ამის დადგენის და თქმის ექსპერტიზა და საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთვისაც BBC-ს ის კვლევა, რომელიც და ის გამოძიება, რომელსაც ყველა გავეცანით, არის ერთ-ერთი თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო ეს თუნდაც ეს გამოძიება, რაც ნახეთ? ჩვენ რაც ნახეთ BBC-ს გამოძიება საკმაოდ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ეყრდნობა. ეს არის სამედიცინო ექსპერტების მიერ, ექიმების მიერ შექმნილი კვლევები, რომელიც არის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული, საერთაშორისო იარაღების ექსპერტების შეფასებები, მათ შორის შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ინფორმაციები და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან ასე ვთქვათ რაღაც ეჭვსაჩენს და ნდობის საფუძველს ქმნის, რომელსაც სახელმწიფო ფაქტია რაღაც ირონიით და უბრალდებებით დაუსაბუთებელი fake news-ის შესახებ რიტორიკით უპირისპირდება, რაც არ არის დამაჯერებელი სახელმწიფოს მხრიდან. ხო, ნუ ალბათ ყველაზე დამაჯერებელი იქნება თავად გამოაქვეყნოს, ხო, რა ნივთიერებების. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ ეს სახელმწიფოს ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინა მას თუ ქონდა ეს ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრომ გითხრა, რომ მას არ ქონდა ინფორმაცია, რაც იყენებდა შსს და არც ჩაუთვლიათ საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია გამოეთხოვათ. შსს-ს საერთოდ პასუხიც არ დაგვიბრუნა არც ჩვენ, არც საჯაროდ არ გავუკეთებია რაიმე განცხადება, არც იმ დარგის სამედიცინო დარგის ექსპერტებს არ უპასუხა, რომელიც ამაზე ითხოვდნენ, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროებული იყო, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კითხვის ნიშნებს აჩენს ზოგადად. კი ბატონო, თუმცა რომც გამოაქვეყნოს, ახლა თქვას რომ ეს გამოვიყენო, როგორ უნდა გადავამოწმოთ, ეგეც მეორე საკითხია. ხო, რამდენად სწორად გამოაქვეყნებს ამ ყველაფერს. არის, რამდენად შეიძლება ამის გადამოწმება მე? რა თქმა უნდა, ზოგადად მე ახლა როგორც იურისტი რაიმე იმას გეგმას ვერ დავსახავ, როგორ შეიძლება ეს გადამოწმდეს, მაგრამ სავარაუდოდ სწორედ იმ სამედიცინო ჩვენებებით და იმ შესაბამისი ექსპერტიზით, რაც დარგის სპეციალისტებს შეიძლება ჰქონდეთ, შესაძლოა ამაზე შემდგომ პროსეგმისეულად მიმსჯელოთ, რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. თამას კირტავა გვერდთვება და როგორც გითხარით, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის კოორდინატორი და ჩვენთან სტუდიაში არის თაია ქონიაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თაია. თათია, თქვენ რას ფიქრობთ ამ სტატიაზე, ზოგადად იმ ამბებზე? მე მახსოვს, რომ მაშინ ვესაუბრობდნენ საქართველოში ექიმები, ხო? გვახსოვს შაშანდელი ინტერვიუები, რომ რაღაც უცნაური ამბა ჩივილებით მოდიან პაციენტები. თქვენ რა მოიკულიეთ მაშინაც ამ სტატიის გაცნობის მერე რა შეიძლება დაგჭირდა და რამდენად დამაჯერებელია ეს ყველაფერი თქვენთვის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, საქართველოში მათ შორის უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევაზე მუშაობდით ერთობლივად, რომელიც შეიქმნა და სადაც ასევე საუბარი არის, რომ ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებით იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო რეალურად უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ჩვენი მხრიდან არ იყო, რა თქმა უნდა, უბრალო რაღაც მოცემულობა, ეს ეყრდნობოდა თავის მხრივ გარკვეულ საფუძვლებს და რა იყო ამის საფუძველი, ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ კერძოდ ჩივილები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს ჩივილები იყო საკმაოდ ხანგრძლივი
ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ჩივილები, რომელიც ჩატარდა, ხო, ეს ინტერვიუები მიუთითებდნენ მაგალითად ადამიანები, რომ ისინი ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა იგივე სპეციალური საშუალებების გამოყენება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და ამის შემდეგ დაეწყოთ მათ კონკრეტული სიმპტომები, იყო ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა. იყო შემთხვევები, როდესაც საუბრობდნენ, რომ მხოლოდ წყლის ჭაობთან ზემოქმედების დროს მათ მიიღეს ხელზე დამწრობა და მაგალითად ეს დამწრობა განსაკუთრებით წავდებოდა მაშინ, როდესაც ისინი წყალთან იბანდნენ, ხო, მაგალითად და უფრო ძლიერდებოდა, ხო, ეს ტკივილი. ასევე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ექიმებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცალსახა იყო, როდესაც მათთან თუნდაც მოთხოვნა, ხო, მიმართვიანობა გაიზარდა უშუალოდ დარბევების შემდეგ. სასახა იყო, რომ ადამიანები მიუთითებდნენ ისეთ სიმპტომებზე, რომელიც სწორედ აი ამ უცნობ ქიმიურ ნივთიერებას შეიძლება ჰქონოდა და განსაკუთრებით ექიმები აღნიშნავდნენ იმას, რომ როდესაც წყალში ხდება გარკვეული უცნობი ქიმიური ნივთიერების შერევა, ასე ვთქვათ, თვითონ შეწოვის და სხეულში შეღწევადობის დონე 1-30 ჯერ მაინც იმატებს და მეორე წარმოიდგინეთ ტანსაცმელი იჟღინთება და რამდენ ხანს რჩება, ხო, ეს ადამიანის სხეულზე და ჩვენ გვახსოვს ასევე ექიმების პეტიციაც, მათ დეკემბერში გამოაქვეყნეს ეს პეტიცია და მათ შორის მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო არასაჯაროვებდა ამას, რომ იქნებ მათ ეზრუნათ ამაზე იგივე მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ ვერ ვნახეთ ამ კუთხით შედეგი. მათ შორის ხო რაზეც თაზოდ საუბრობდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის აქციების დარბევის დროს სპეციალური გეგმა დგება და სწორედ აი ამ გეგმის საიდუმლოებაზე მიუთითა, თუმცა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონში იგივე სასახად წერია, რომ არ შეიძლება საიდუმლო იყოს ინფორმაცია, ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და რა თქმა უნდა ჩვენ აქ სწორედ საუბარი გვქონდა ისეთი ტიპის ინფორმაციაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. მთავარი კითხვა ხელისუფლების მიმართ ეს არის, მაშინ რატო ასაიდუმლოა? რატომ ასე მეორე მხრივ სწორედ აი ამ პერიოდში ჩვენ გვახსოვს იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომელმაც პირდაპირ დაადასტურა, რომ დიახ, წყლის ჭაობში შერეული იყო სწორედ ასეთი ქიმიური ნივთიერებები. რაც შეეხება BBC-ს აი ამ სკანდალურ გამოძიებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის მათ შორის, რომლებიც დაზარალდნენ უშუალოდ მშვიდობიანი აქციების დარბების დროს და ძალიან ბევრმა, მაგალითად აი სიმპტომები, ხო, თუნდაც სიმპტომატურად რომ შევხედოთ, იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ინტერვიუს ვატარებდით, რომ გვეუბნებოდნენ, რომ მათ ფილტვების დაზიანება მიიღეს ძალიან მძიმე და ეს ძალიან ხანგრძლივად ვრცელდებოდა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი, ასე ვთქვათ, პროდუქტი, ხო, რაც ჩვენ ვნახეთ და მსგავსი საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგი, რაც ჩვენ ვნახეთ, თუნდაც აი ამ ადამიანებისთვის, რომ მომავალში მათ ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი არგუმენტი და დასაყრდენი, რომ იგივე საერთაშორისო სასამართლოებში მათ იდაო, ხო? მეორე მხრივ, ახლა ქართული ოცნების რეაქციას რომ შევხედოთ, ესეც არ იყო გასაკვირი, აგერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო და გამოძიება დაიწყო ერთი მხრივ, რომ აქ იკვეთება რაღაც დანაშაულებრივი ნიშნებიო და შეიძლება ვიღაცამ სამსახურებრივი უფლებამოსილება გადააჭარბა, თუმცა მეორე მხრივ ორგანიზაციას სტრულ-საქმიანობაში დახმარების მიზნითო და კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც თუნდაც აი ამ BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მომზადებაში იყვნენ ჩართულები, ხო? ამიტომ მათი რეაქცია და პასუხი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მოულოდნელი და გასაკვირი, ხო, ჩვენთვის. კი ბატონო. ანუ მთავარი კითხვა რომ ეს თემა რო შევაჯამოთ, სხვა დარღვევებზეც მინდა რომ ვისაუბროთ, მანამდე აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. კი, კითხვები არის, შეიძლება გამოძიებასთან დაკავშირებითაც იყოს კითხვები, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია ამის გაფანტვა მარტივად, რომ გამოაქვეყნოს ყველა ის ნივთიერების დასახელება, რაც გამოიყენეს. მეორეა ჩვენ რამდენად შევძლებთ ამის შემოწმებას, რასაც გამოაქვეყნეს, მაგრამ ამასაც არ აკეთებს, ხო? ერთი ეს არის გასაკეთებელი. კი, ანუ ამ წილ პასუხისმგებლობასაც კი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ უბრალოდ ადგეს და ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, აქ არ საუბრობთ რაღაც ფლიან გეგმაზე, რომელიც შეიძლება ესე ობიექტურად მართლა რაღაც საიდუმლოებად მივიჩნიოთ, მაგრამ რაღაც ნაწილი, რაც უშუალოდ აი ამ ქიმიურ ნივთიერებებს ეხება და რა საშუალებები გამოიყენეს, ამასაც არ აკეთებს. თუმცა მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერი ორგანო, ის იღებს ქვეყანა, უბრალოდ და ის იღებს მთელ რიგ პასუხისმგებლობას და თავის მხრივ აი ამ ორგანიზაციას
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მაგალითად დაიწყოს იგივე გამოძიება, თუნდაც გამოგზავნოს შესაბამისი დარგის ექსპერტები, გასაუბრებები ჩაატარონ, თვითონ პირადად გაეცნონ აი ამ დოკუმენტებს და რეალურად სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აი ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროდუქტი, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება სწორედ აი ამ საერთაშორისო საგამოძიებასაც დაედოს საფუძვლად. ხო, ну კი ბატონო, მე გადაცემოდით საუბრობდით, რომ ადრეს ხშირად გვინახავს ჩვენ ხათ სემსადენი გაზის გამოყენება წინა ხელისუფლების დროსაც და ბევრი აქციის დაშლა გვინახავს, ხო, იქნებოდა ეს ხუთავი აირი და კაფსულებით რასაც ისვრიან და ეს ყვავლი როდესაც დგება, მაგრამ ესე წყალში შერევის პრეცედენტი მე არ მახსოვთ. არ ვიცი თქვენ თუ იცით არასამთავრობო მანამდე თუ ყოფილა ასეთ რამ, რომ წყალში შეურევიათ ქიმიური ნივთიერება. ჩვენ კი ბატონო, მათ შორის აი წინა პერიოდის დარბევებზეც ხო, როდესაც მონიტორინგს ვაკეთებდით და რა თქმა უნდა იყო შემთხვევები და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ ანუ აქცია დაშალეს და დაარბიეს და გამოიყენეს მათ შორის აქტიური სპეციალური საშუალებები, სწორედ აი ამას გულისხმობ წყლის ჭავლი, ხუთავი აირი და ასე შემდეგ, ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რეალურად მისი გამოყენების საჭიროება არ იყო, იმიტომ ვამბობთ ამას, რომ არ შეიძლება, როდესაც არის მრავალათასიანი აქცია, მასშტაბურად გამოიყენო ეს საშუალებები და ის მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც იქ დგანან, მათ შორის მათ მიაყენო ეს. ხო, ამაზე ამბობს მთავრობა, რომ მშვიდობიანები არ იყვნენ. ხო, რა თქმა უნდა, პიროტექნიკას რადგან ისროდნენ. კი, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ იყო სწორედ ხო ასეთი შემთხვევები პიროტექნიკას შეიძლება ჩვენ მათ შორის ხო რაც პირდაპირ ვნახეთ რაღაც აქციის მცირე ჯგუფი იბრძოდა, თუმცა ასევე ვნახეთ იგივე რუსთაველის გამზირზე, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები აბსოლუტურად იდგნენ და დამიზნებით მას სახურავებიდან პირდაპირ გაზის კაფსულებს ესროდნენ, რაც საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის ძალიან უხეში და ძალიან მძიმე დარღვევა არის. ნებისმიერ შემთხვევაში ასევე მეთოდებს, ინტენსივობას და გამოყენების სიხშირეს რომ მივუბრუნდეთ ხო და ჩვენ ეს ვნახოთ რა ხდებოდა ამ დროს, როდესაც ხდებოდა ერთი მხრივ უკანონოდ აი ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, შემდეგ რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ალყაში აქცევდნენ პრაქტიკულად იქ მყოფ ადამიანებს და მათ უზღუდავდნენ საერთოდ გადაადგილების შესაძლებლობას. ანუ ერთი მხრივ ისინი წყლის ჭავლს უშვებდნენ მთლიანად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ადამიანებს ცივამინდში, რაც ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით არის აკრძალული, რომ არ შეიძლება ცივამინდში წყლის ჭავლი მიუშურო ადამიანებს და მეორე მხრივ მათ როგორც უკვე ვთქვით, პირდაპირ დაადასტურეს და თქვეს კიდეც რომ დიახ, ისინი ურევდნენ გარკვეულ სპეციალურ საშუალებებს აი ამ წყლის ჭავლში, რაც რა თქმა უნდა არის სრულად დარღვევა. პირდაპირ გეტყვით, ახლა საქართველოს კანონმდებლობით ისეთი აკრძალვა, რომ შერევის აკრძალვა როგორც ესეთი არ არის, მათ შორის არის თავიანთი სამოქმედო გეგმით და ინსტრუქციით, რაც არის საჯარო. იქ არ არის მითითებული ის, რომ მაგალითად წყლის ჭავლში არ შეიძლება რაიმე შერევა, თუმცა მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მიზნობრიობაზე, გამოყენების სიხშირეზე, ინტენსივობაზე, ზიანის ხარისხზე, პროპორციულობაზე და საერთო ჯამში ხო ამას საერთაშორისო სტანდარტებთან ვადარებთ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება უტოლდებოდეს, სწორედ აი უტოლდება უпростоრად არაადამიანურ მოპყრობას, ხო, რაც ჩვენ ვნახეთ. სწორედ ამიტომ ის რომ მაგალითად დღეს ქართულმა ოცნებამ თვითონ როგორც პარტიამაც გამოაქვეყნა განცხადება და აქეთ ისაპირებს ხო საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას და დავას მათი მხრიდან ეს იყო რაღაცა ბუნებრივი ნაბიჯი, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, მათ თავიდანვე შეეძლოთ რომ გაესაჯაროვებინათ ეს სია რას იყენებდნენ რეალურად, თუმცა ეს არ გააკეთეს და არ ჩათვალესვალდებულა და მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ და მათ შორის BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ისინი იყენებენ რეალურად აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც 1930-იან წლებში დაიკრძალა. რატომ აიკრძალა? სწორედ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ჩვენ აი მეორე მხრივ, სწორედ ადამიანებს როცა ამაზე პასუხი აქვს, რომ ვიღაცებს რომ აი პირველი მსოფლიო ომის დროიდან სათო გამოიყენებდნენ ახალს გამოიყენებდნენ და ანუ ასე შემდეგ. ხო, ეს ხო, მათი მხრიდან არგუმენტები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს ამ კუთხით გაკეთებული და ძალიან ბევრი გვინახავს, თუმცა რეალურად ისინი მეორე მხრივ, როდესაც ამბობენ, რაღაცას ვალდებულები არიან, რომ როგორც თქვენს უკვე აღნიშნეთ, გაასაჯაროვონ და ვნახოთ თუმცა როცა ამბობენ პირველი მსოფლიო ომის დროიდან ეს არ ნიშნავს, რომ მაშინდელი გამოშვებულია, ხო? არ საუბარია, რომ იმ დროს გამოიყენეს პირველად. იმ დროს გამოიყენეს და შემდეგ სწორედ 30-იან წლებში იმიტომ აკრძალეს, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სწორედ ამიტომ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ ადამიანები, რომლებიც ინტერვიუების დროს ჩვენთან საუბრობდნენ, ისინი იმას არ ამბობდნენ, რომ რაღაც მყისიერი წვის შეგრძნება ჰქონდათ. ისინი საუბრობდნენ, რომ მათ ხანგრძლივად განუვითარდათ ეს სიმპტომები, იგივე ალერგიული რეაქციები, ძალიან ბევრს ძალიან ხანგრძლივი და თვეობით მკურნალობა დასჭირდათ, იგივე მხედველობასთან დაკავშირებით, ხომ? და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ადგილი, სადაც ესენი იყენებდნენ, თუნდაც აი ამ წყლის ჭამს, ხომ? არის დასახლებული ადგილი და იქ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები იყვნენ, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის ადგილზე მაცხოვრებლებიც ჩვენ გვახსოვს, რომ უჩიოდნენ სწორედ იმას, რომ ხანგრძლივად ჰაერში რჩებოდა ის რაღაც სპეციფიური სუნი და ის წვის შეგრძნება მათაც ჰქონდათ. შესაბამისად, ამ კუთხით სახელმწიფომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის ძალიან მძიმე ასე ვთქვათ, დაზიანება გამოიწვია ერთი მხრივ უშუალოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც უშუალოდ იდგნენ და აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და ჰქონდათ პროტესტი და მეორე მხრივ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება საერთოდ აქციაზე არ ყოფილიყვნენ. კი ბატონო, და მე ვთქვი, რომ მინდა სხვა დარღვევებზეც რომ მოვასწროს, გარდა ამისა, ბევრი სხვა დარღვევაც გაქვთ, ხო, თქვენ აღწერილი, როგორც ვიცი, ან ძირითადი დარღვევები რა იყო ამ აქციების დროს? ქართულ ოცნება ხშირად იხსენებს ხოლმე, ხო, წინა ხელისუფლების დროს როგორ სასტიკად არბებდნენ და თითქოს ახლა რაც ხდებოდა, იმაზე ნაკლები იყო რაიმე. ხო, ახლა გვახსოვს ჩვენ ახლა ნაცემი ჟურნალისტებიც და ხალხიც. კი, ანუ ყველაზე არ იყო მხოლოდ ეს აქტიური სპეციალური საშუალებები, რა თქმა უნდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აქ იყო მთელი რიგი მეთოდები და როდესაც ჩვენ აი ამის ინტენსივობას და სიხშირეს შევხედავთ, სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ეს პრაქტიკულად არის წამება და არა ადამიანური მოპყრობა და რატომ ვამბობდით ამას. ესეც ერთი მხრივ მედიის მიერ გაშუქებული კადრებიდან ჩანდა, მეორე მხრივ ამ ინტერვიუებით და ადამიანთან პირდაპირ შეხვედრით და საუბრებიდან კარგად ჩანდა, ხო? ჯერ ერთი როგორ აკავებდნენ ისინი ერთი არის რომ დაკავების საფუძველი რამდენად იყო, მეორე მხრივ როგორ აკავებდნენ, ხო, ისინი ადამიანებს დაკავების შემდეგ როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, აქცევდნენ რაღაც, ესე ვთქვათ, ბლოკავდნენ საერთოდ რომ გასულიყო ეს ადამიანი, შემდეგ შეათრებდნენ კორდონში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ამის შემდეგ ჩვენ ასევე მოქალაქეები გვიყვებოდნენ იმას, რომ როდესაც მიკროავტობუსებში ეს ადამიანები აყავდათ, მათ ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. ჩვენ ვნახეთ ასევე განსაკუთრებით ანგარიშსწორება მედიის წარმომადგენლების მისამართით, ისინი პრაქტიკულად მიზანში ყავდათ ამოღებულები, იმიტომ რომ ჩვეულებრივად მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ეს ადამიანები პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ და მიზანი საინტერესო ქართული ოცნების მომხრეებიც კი ამით ამართლებენ, რომ იქ ვიღაცა პიროტექნიკას ისრო და პოლიციელებს აგინებდნენ და ისინიც ადამიანები არიან და ნერვები მოეშალათ, ამიტომ გალახეს ვიღაცა და ჩვენ ბევრი კადრი ვნახეთ, რომ ჟურნალისტებიც ცემეს, რომელიც არავის არ აგინებდა. ხა გურამ როგა ვის აგინებდა, ეთერში იჯდა და იდგა და გადასცემდა რეპორტაჟს. ხო, არავისთვის არ შეუგინებია, პირდაპირ ეთერში იყო. ის რატოს ცემეს, ან მაკაჩი ხვაზე რატოს ცემეს და სხვების გვინახავს, ხო, რომელიც ხა გინების გარეშე ცემეს უბრალოდ. კი, და სწორედ ეს არის და ეს არის ანუ დეზინფორმაციის თეორია. და მეორე მხრიდანაც იყო, ეს BBC-ს ვიდეოშიც მოხდა, აი თვითონ ჩიტაძეზე მდებარე მათი შენობის აივნიდან როგორ აგინებენ, ასე ვთქვათ, იქ მომიტინგეებს. კი. ანუ რეალურად მათი არგუმენტი ხო სწორედ ის იყო, რომ რაღაც აქცია იყო ვითომ ძალადობრივი ხასიათის და მათ გამოიყენეს რაღაც პროპორციული მექანიზმები, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება რომ არანაირ თუნდაც რომ ყოფილიყო პირობითად აქციის დაშლის რაიმე სამართლებრივი საფუძველი მეთოდები და სისტემურობა ხო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ შეიძლება რომ რაიმე პროპორციულობაში და კანონიერებაში ჯდებოდეს. იგივე თქვენ თქმის არ იყოს გურამ როგავას შემთხვევა, რომელსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და ის იყო პრაქტიკულად მიზანში ამოღებული, იმიტომ რომ ის უბრალოდ აშუქებდა აქციაზე მიმდინარე მოვლენებს და ასევე ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი კამერები და პირდაპირ დამტვრეული კამერები და ეს რა თქმა უნდა არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ჩვენ ვუყურებდით, მათ შორის პირდაპირ ეთერში ძალადობის ფაქტი არ გამოიძიეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რომ დღეს ჩვენ ყავს ასე მეტი პოლიტიკური პატიმარი სრულიად უსაფუძვლოდ დაკავებული და ამის საპირწონეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულს ორგანიზებულად როგორ ჩადიოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა მხოლოდ ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებსაც ისინი ხელს აფარებდნენ და არც ერთი იდენტიფიცირებული შემთხვევა ჩვენ დღეს არ გვაქვს. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. არათუ იდენტიფიცირებული, ხო, უბრალოდ გამოძიებები არ იყო ფორმალურად დაწყებული, თუნდაც იმ ადამიანს, ვინც
ადვოკატმა როცემა და თორმოსოფლიო ნახა წაქცეულ ადამიანს წიხს რო უტყავენ სახეში და პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ნუ ხო სამწუხარო ინციდენტი მოხდა, მაგრამ იყო რამდენიმე გადაცნობა. თვითონ აღიარებენ, მაგრამ რატო არავის არ იჭერთო, ამაზე პასუხი არ არის. თუ გადაცნობა იყო შენ აღიარებ, მაშინ და დააკავო, ხო, ვიდრე და პასუხებაში მიცე, მაგრამ ნუ გასაგებია რაც ხდება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. თათია ქონიაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ უკვე პოლიტიკურ შეფასებებს მოგასმენინებთ, ცოტნე. გავიგე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ, როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტიკოსები, ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელეყურუა, ცოტათი გვიგვიანებენ საცობების გამო, მანამდე ვიდრე შემოგვიერთდებიან, გაგაცნობთ ოპოზიციური პარტიების განცხადებებს. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, იცით, BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე, ამ გამოძიების თანახმად აქციების დაშლის დროს ისეთი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალულია. საქართველოს ოპოზიციური პარტიები BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასავლელ მოკავშირეებს განცხადების მიმართავენ. განცხადებაში საქართველოს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ სანდოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელი პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება. ამასთან პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორც განმარტებულია, ქართული ოცნებისთვის მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით პარტიები უკვე აგროვებენ და ამუშავებენ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება. ამ განცხადებას ეხლა გეტყვით თუ ვინ აწერს ხელს. ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები, ახალი, გირჩი, ევროპული საქართველო, ეროვნული დემოკრატიული პარტია, თავისუფლების მედანის სტრატეგია აღმაშენებელი ფედერალისტები. ეს იყო ოპოზიციური პარტიების განცხადება. როგორც იცით, ამ თემაზე ქართულმა ოცნებამაც გაავრცელა განცხადება. ქართული ოცნება BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით BBC-ს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვსო, ნათქვამია ქართული ოცნების ამ განცხადებაში და როგორც გითხარით, ისინი აპირებენ, რომ უჩივლონ BBC-ს. აქვე გაავრცელა განცხადება სუსმაც. და ეხლა გეტყვით თუ რას ამბობს სუსი ამ თემასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაიწყო სისხლისამართლის კოდექსის 353 მუხლით, რაც სამსახურები უფლებამოსილების გადამეტებას და 319 მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. უწყება განმარტავს, რომ გამოძიების მიზანია დეტალურად დადგინდეს რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაციაო, ნათქვამია სუსის გამოძიებაში, ანუ სუსმა იმ ადამიანების წინააღმდეგ იწყებს გამოძიებას, ვინც BBC-ს ინტერვიუ მისცა და ნუ ასევე როგორც ამბობს BBC-ში მოთხრობილ ფაქტებსაც გამოიძიებს. როგორც გითხარით, ჩვენი სტუმრები არიან ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელეყურუა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბორის, შენგან დავიწყო როგორც იურისტისგან, რას გეუბნება შენ BBC-ს ეს გამოძიება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ჟურნალისტური გამოძიება, ვიცით რომ მტკიცების განსხვავებული სტანდარტი აქვს, ვიდრე ზოგადად ინსტიტუციების მიერ განხორციელებულ გამოძიებას, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ეჭვი, ლეგიტიმური ეჭვი და ამ შემთხვევაში ვიცით რომ წამსვლელები სინამდვილეში ყველაფერზე არიან და მათ უნიათობა საზღვარი არ აქვს, შეიძლება და ნებისმიერ რამ მომხდარიყო, ჩვენ ყველა ვიყავით აქციებზე და ვიცით რამდენად უსიამოვნო იყო ის, რასაც აკეთებდნენ ჭყალებში უსიამოვნო ეს ადამიანები საბოლოო ჯამში ამით შეიძლება დაიწყოს კიდევ უფრო დიდი გამოძიება და ამან შეიძლება მიგვიყვანოს უკვე მტკიცების მაღალ სტანდარტთან. მათი ქმედება სინამდვილეში ის კი არა, რომ უცხოელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელიც ამტკიცებენ რაღაცას, რაც მათი აზრით არ მოხდა და რომ პირიქით მობზანდით ნახეთ
აქტივისტებს ხო დელაპარაკეთ, პოლიტიკოსებს ხო და ეხა ჩვენ დაგველაპარაკეთ, მიგიყვანთ, გაჩვენებთ. სხვათაშორის BBC მოითხოვა მათგან. ხო და ამის ნაცვლად რასაკეთებენ? ხო, ამის ნაცვლად ალტერნატიულ გამოძიებას იწყებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც BBC-ს ინტერვიუ მისცეს. ანუ ეს ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს. სინამდვილე ხელისუფლება იმაზე უნდა მუშაობდეს, რომ ეს კონკრეტული წარმოშობილი ლეგიტიმური ეჭვი, რომელიც ეხა რაღაცა მათ რა თავით მოწინააღმდეგეების ტელევიზიებს რო ეძახიან, ოპოზიციურ ტელევიზიებს ხო არ გაუჟღერებიათ, გააჟღერა BBC-მ, რომელსაც თუ ახლო წარსულს გავიხსენოთ, ისინიც კარგად ენდობოდნენ მაშინ, როცა მათთვის სასარგებლო რაღაცებს ამბობდა BBC-მ, მაგრამ დღეს გახდა BBC Deep State-ის ტელევიზია, ასე რომ მათმა ქმედებებმა ეს აღნიშნული ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავეს. ტრამპიც არ ენდობაო და ну გასაგებია რომ უცხოელი პოლიტიკოსები დრო გამოშვებით შეიძლება კონკრეტულ გამოცემებს არ ენდობოდნენ, მაგრამ ზოგადად რაღაც სიტყვებს აქო ნიშნულობები, ეხა ქართულს რო უთხრა რომ BBC-ს ენდობი, რა ვიცი, ალბათ გეტყვის რომ ენდობ, ეხა იმეც თუ ენდობ ადამიანი და იმეც თუ უყურებს და კენგურუს ფორმაში ჩასმული ადამიანი რომ ბინას იგებს, მაგის ჯერა როცა ქვეყანაში პატრონი არაფერს არ ყავს, BBC-ს როგორმე უნდა ენდოს. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ მტკიცების სტანდარტი რა თქმა უნდა ჟურნალისტურ გამოძიებას განსხვავებული აქვს, მაგრამ მე თუ BBC ამგვარ რაღაცას დამაბრალებს, ან საერთოდ რაიმეს დამაბრალებს და მე თუ მართალი ვარ, მე ვეცდები რომ მასთან ვითანამშრომლო, ვეცდები რომ ვაჩლენო ისეთი რაღაცები, რომ გააკეთოს მეორე სიუჟეტი, სადაც იყოს რომ ეხა ბოლომდე გამოვიძიე და ესე არ ყოფილა ხალხი, მაგრამ ამ სიუჟეტის ფარგლებში ვითანამშრომლებდი, რა ვიცი, ხო, BBC ხომ იმართა თანამშრომლობისთვის და გაიხსნათ, ეჩვენებინათ, თავარი რა კითხვა რა არის, რომ გამოაქვეყნონ მაშინ BBC-ს თანამშრომლისთვისაც ეს როლი გაიზარდა, ან გამოაქვეყნონ, ხო, რა ქიმიურ ნივთიერებას იყენებენ, რატო არ აქვეყნებენ აქ? არა, სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით კაცმა არიცის. ანუ ჩემი აზრით თავადაც არიციან კონკრეტულად იქ ადამიანს ატრენინგებენ, რომ ეს რაღაცა გაზის კაფსულა უნდა ისროლო, თავად ხო წარმოდგენა რა აქვს. გაზის კაფსულის როლა სხვა არის, აქ საუბარია კიდე წყალში რას ურევდნენ. წყალში შერევა აქამდე არც გამიგია. ბევრი აქციაზე ყოფილ ვარ, მაგრამ გაზის კაფსულები სულ იყო, მაგრამ წყალში შეერიათ ქიმიური ნივთიერება პირველად გავიგეს. რაღაცას უასხამდნენ, ხედავდით კიდე, საი ხელში რო სპრეი უჭირავთ, წყალი რომ მოდიოდა, იმ წყალს რო ასხამდნენ, ამასაც ხედავდით, მე ხა როცა მომხდა წყლის შავლი, სადაც წყალი მიმედო, ანუ სადაც წყალი შეეხო ჩემი სხეულის ზედაპირს, ანუ იმდენად დიდი ქავილი შეგრძნება მქონდა, რომ მეგონა კუნჩხვა შავარდებოდა, ანუ მაგის გაძლება კიდე ცოტა, ანუ მან ხვდები, რომ კონკრეტულად წყალი არ არის, ასე რომ შენ ხვდება და მე მაშინ ფიქრობდი, რომ გამომდინარე იქიდან რომ ბუღი იდგა და ბოლი იყო და იმ ბოლის მოლეკულები მომეკრო კანზე, ფიქრობდი, რომ შემდეგ წყალმა რაც ფორები გააფართოვა და ამან დაიწყო უფრო მეტად მოქმედება, ხელ რაც სამედიცინო რაღაცა რაც ვიცი, ცოტა მაქედან გამომდინარე ასე ვიფიქრე. ну თუ არის კონკრეტული ჟურნალისტი რომ ჩაატარა გამოძიება და ეს მეუბნება რომ დიდი შანსია რომ ეს არა ის პირდაპირ ლაპარაკობს ის ადამიანი ხო ყოფილი უფროსის რაზმის რომ 20 ლიტრიან რაღაც ხსნარი იყო სპეციალურად რომელშიც იხსნებოდა მთელი ეს ქიმიური ნივთიერება და ნუ შემდეგ ალბათ ასხამდნენ არ ვიცი აუზებში თუ რასაკეთებენ ცოტა შენ როგორ შეაფასებ ამ ყველაფერს BBC-ს ენდობი თუ არ ენდობი ეს ეს არავის არ ვენდობით, უბრალოდ ამ ნაწილში დიდი მნიშვნელობაც არ აქვს ჩემთვის. ხა BBC-მაც რაც მოისმინა იქ ხალხის მოყოლილები, იმ მოყოლიდან გამომდინარე, ეგ არის. ხო და ეგრეთ რო არ იყოს რა მნიშვნელობა ის რაც ჩვენ არ მოგწოს არც იმ გაზში, ეგ ფაქტია დაგვემართა. რაიმე სხვა ნივთიერებით დაგვემართა თუ ის ეგ რომ რაც მოიყოლა ყოველასთვის ნაცნობი არის, ეგ ხომ მაინც არის ფაქტი და ზოგადად ისეთი რამე რომ მოგვასწრეს, რომელმაც ისეთი რამე გამოიწვია, ადამიანი რომ ვინმეს მოუყვება, ის ნივთიერება ეგონება, რაც არის აკრძალული, ეგ მაგაში ხო არის, ეგ ხომ მაინც არის მინიმუმ, ეგ ხომ მაინც არის პრობლემა და ხა ეს BBC-სიდან ხო არ დაუშვა ეგეთ რამე მოხდა, ალბათ მოისმინა რომ ერთისგან, ორისგან, სამისგან ეგეთი ისტორია და ამ ისტორიები მოიტანა ეგ და დანასკნი ჩემი აზრით. თუ იმის მერე არის წინ წასული რაიმე გამოუძიება და რაიმე იცის, მე მაგაზე თავს ვერ დავდო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ის მოყოლილი რა მოყოლიც იქ ხალხის გავიგე არ იყო უცხო, იმიტომ მე პირადად ვარ მაგის შემხედარე, ხო მე პირადად მიგვძნია რომ წყალი რაღაც სხვა იყო, არ იყო ჩვეულებრივად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, სადაც წინა დღეს ყოფილა დარბევები და წყლის ჭავლი ყოფილა და ვიცი რა არის, თორე ასფალტიდან ეგ სიმწარე მოგდის და აი ტუჩერზე და სახეზე რომ გზნობდი რა აქ ეს სიმწარე, მაგრამ მეორე იყო კონკრეტულად ჭულის წყლის ჭავლი რომ მოგესმებოდა, ის რომ ამ მე რო წრემლი მოგდიოდა სულ სხვანაირად, ეგ მე მიგვძნია ხა. ჩემთვისაც ჟურნალისტი რომ დააჯდეს, აი ხვალვეც რომ მოვიდეს, რავი, ვინმე ჟურნალისტი CNN იქნება ეს პალიტრის და არა იმ ამას მნიშვნელობა მაგ დღეებზე მომიყვეს, დაახლოებით იგივე რაღაცებს ვიტყვი, რაც მე შევიგზენი და მე ის ადამიანი ამას რაც გადათარგმნის, რა ქიმიური ის შენაერთი გავს იმას, რაც ეგეთ რამებს იწევს, ხო რა ვიცი, ეგ იგზია. ხო, ბატონო, ზოგადად ამ აქციებისგან გამომდინარე
ჩვენ ისი თქმა შეგვიძლია ქართულოსების ხელისუფლებაზე, რა სახის ხელისუფლება მივიღეთ ჩვენ, რაც ნახეთ, ხო, შარშან აქციების დარბევის დროს, ხო, მარტო ეს ქიმიური ნივთიერების გამოყენება ერთი თემა არის, მაგრამ მეორე როგორც იქცეოდნენ, მე ხშირად ვიხსენებ, რომ ყოველ წელს იმედი ატრიალებს ხოლმე 7 ნოემბრის კადრებს, 26 მაისის კადრებს და არანაკლები კადრები ვნახეთ, ხო, ეხა შარშან და შარშან წინაც თუნდაც აქციების დროს, ხა მარტო ის კადრი რა დღის აქციულ ერთად ასეთ რამ 7 ნოემბერსაც არ მინახავს, ეხა მაშინაც იქ ვიყავი და ვაშუქებდი ამ მოვლენებს, ჟურნალისტი ვიყავი, რომ ერთ ადამიანს 7 სპეცრაზმელი ცემდა სახეში წიხლებს ურტყამდა. აგეთ რამ არ მინახავს ეხა არასდროს. სიმართლე გითხრათ მე არ მინდა რომ შევადარო რომელიმე აქციას და ხელისუფლება რაღაც ძალადობის ნაწილში არ მინდა რომ შევადარო რაღაც თუ კონკრეტულად ცუდი არის. ამიტომ გითხეთ რომ თქვენი აზრით რა ტიპის ხელისუფლება მივიღეთ ამ დღეებში, ანუ მანამდელი ქართული ოცნება და მაგის შემდეგ ქართული ოცნება ხო ერთი და იგივე აღარ არის, არა? ანუ თლად რომ მანამდე სტალინი ყოფილიყო, რასაც ეს ენაკეთებდა და იზოლირებოდა და ერთი კონკრეტული ფაქტორი ავიღოთ რა თქმა უნდა. არა, ეს რატო გავიხსენე, იცი რომ იმედი იხსენებს ყოველ წელიწადს ამ კადრებს. მაგას ვამბობ, თვითონ რასაც ადარმის ენგრეში, მაგას ხო შედარებაც არ ჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ მოიხსენეთ ცუდად, არ მოусვენეს ხალხის ხმას და როცა მოვიდა ხალხის ხმა მათთან სალაპარაკოდ, რა გააკეთეს? დახვდნენ ხელკეტებით, დახვდნენ ცრემსადენი გაზით, დახვდნენ წყლის ჭავლით და დახვდნენ პოლიტიკური რეპრესიებით. ერთადერთი უბრალოდ რაც მათ ძალიან კარგად, ანუ ადაპტაცია მოახდინეს ამ სიტუაციაში ძალიან კარგად და დღეს ქართული ოცნება სპეცრაზმის ნაწილში ალბათ უფრო ძლიერი და უფრო მეტი ცოდნის მქონეა, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება საერთოდ ამ ქვეყანაში. რუსთაველის გამზირის აქციების ბევრად უფრო სასტიკით დაშლაც უნახავს. ხა საბჭოთა კავშირის დროს მეტყვი ამ ფრქვევე იჯდა ყოფილი პოსტის შენობაზე და იქიდან ადამიანებს ხილავდა ხო რაღაცების შედარებით რაღაც კონკრეტული ხო უფრო უკეთესი არ ხდება. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არის მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია ადამიანებთან ლაპარაკი, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან ლაპარაკი და დებატი, არამედ ადამიანებთან ხო, ამიტომ გავიხსენე ეს რომ ანუ მანამდე ქართული ოცნება შეიძლება ეთქვა რომ აი ძალადობრივი ხელისუფლება არა ვარ, მაგრამ ამის მერე ამას ვეღარ ეთქვის მოძალადე პირველ რიგში ფიზიკურად ვერ იტყვიან იმას რომ მოძალადე ხელისუფლება აღარ არიან, ვერ იტყვიან იმას რომ ადამიანებთან შეუძლიათ საუბარი. ხო, კახარიას ტენიან ხო. ხო და ამ შემთხვევაში სინამდვილეში ეხლა ჩვენ რაზეც უნდა ვლაპარაკოთ არის კონკრეტული მოთხოვნა ჩამოყალიბდეს ქართული ოცნება, რასაც ეუბნება ოპოზიციას, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს რაღაცები. სინამდვილეში ქართული ოცნება მაგალითი მისცეს, აბა ოპოზიციას თვითონ დაიწყონ აღიარება, მაგალითად. ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ რომ ეს როგორ თავზე დაგვასწრენ არაბები და რამდენი კაფებარი გახსნეს და დღეს გვეუბნებიან რომ რასერჩით არაბების კარგი ხალხია, აბოთფილელის მაგალითად არაბი იყო. ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ რომ კორუფცია არ არის საერთოდ ქართულ ოცნებაში, ჩვენი გუნდისებს წინო ფული დაუდო, კაციშვილი ხელს არ მოკიდებსო და დღეს თავიანთი გუნდის წევრებზე ამბობენ, აბა რა ეგონათ ეხლა ამდენ ფულს რო ჭამდნენ, არ დაიჭერდნენ, რომ ცოტა ხნის წინ როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინ აინტერესებდათ პატიმრების ბედი, აინტერესებდათ შავდებულების ბედი, მათ უჯერებდნენ და სისტემას არ უჯერებენ. დღეს ისინი და მათი მხარდამჭერები სისტემის მხარეს არიან და ამბობენ რომ კარგით ეხლა რა აზრი აქვს პატიმრები არ ჭამენ, თავარია რომ ჭამენ და იკვებებიან. საბოლოო ჯამში უამრავი საკითხია, რომელზეც კენგურუსავით ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე გადაახდინა. ჩვენ აქეთა მხარე ეს კონკრეტული რაღაცები უნდა ვკითხოთ. არა მხოლოდ მათ, არამედ მათ მხარდამჭერებს ადამიანებს, რომლებიც აი მათ პოზიციას, რომელიც იმედიდან გაჟღერდება და მათი პროპაგანდისტების მეშვეობით გაჟღერდება ხოლმე თავიდან ბოლომდე ამას აწვევიან. საბოლოო ჯამში არიან ძალიან ცუდ პოზიციაში. ადრე ხო დებატი არ შეეძლო და აქ დასკომა არ შეეძლო. თქვენს ტელევიზიაში კიდევ რამდენიმე მათგან შეეძლო რომ მოსულიყო, მაგრამ ოპონენტებთან დაждობა ხო არცეც არ შეეძლო და ეხლა ოპონენტების ნაწილი ციხეში ჩასვეს, თავად უფრო მეტად დამალულები არიან, გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურად სათქმელი აღარაფერი აღარ აქვს. სამწუხაროა, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში, როცა ისინი თავიანთი გუნდის წევრებს დაერივნენ და მათი მხარდამჭერებიც კი ხედავენ, რომ რაღაცა ბზარებია გაჩენილი, ამ დროს პოლიტიკური ოპოზიცია არ არის იმ ფორმაში, რომ ჩააჭიროს ჭყალებში საკმარისად. კი ბატონო, ცოტა შეიძლება ვფიქრობ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების ამ მოვლენების მერე, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ის დარბევები იქნება, დაშლა იქნება, თუ რა მეთოდებითაც ინარჩუნებს ქართული ხელისუფლება, ქართული ოცნება უბრალოდ ხელისუფლებას, ამას რა შეგვიძლია რომ დავარქვათ და რა ტიპის ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა, კაცო BBC-ს გამოძიება ჯერ საერთოდ ამაზე მეცინება, რომ აქ სამტკიცებელი, რომ არა ეხლა იქ ჩაასხეს თუ არა მე ნივთიერება იმის მომზე, როცა ადამიანს ქუჩაში დახვდნენ და თავები დაუხეთქეს, როცა ადამიანს სადარბაზოებთან დებოდნენ და ურტყავდნენ და ხლა ამის ფონზე წამი ესე ნაცებ ნაბეგვირო იყო თქვა სასამართლო პროცესზე და სამტკიცებულობა იქ კიდე რამე
ჩაასხეს თუ არა, ეგ BBC-ს შეიძლება გაუკვირდეს, BBC-ს შეიძლება გაოცდეს, თორე ჩვენთვის ამ აუდიტორიისთვის ეგ ზღვაში წვეთი არის რა პრობლემაც აქ მოხდა. ქართველებმა იყო ერთ-ერთი ალბათ პირველი ხელისუფალი და მე რო BBC იყო ჯერ ამას დავწერდი კიდე, რომელსაც სამყაროში პირველად დაურეკა მისი ქვეყნის მოქალაქეებზე, პირველად კოლ-ცენტრები ამუშავა მისი ქვეყნის მოქალაქეების საგინებლად, თუ აქამდე იყო ეს კოლ-ცენტრები, რომ უცხოელი და ევროპელები ეძარცვათ ხალხმა, ჩვენ რო გძარცვავდნენ, ეგ სისტემა ერთი კვირის განმავლობაში მომართეს და დააგინეს უბრალოდ ხალხს აქციაზე მოსელა ადამიანებს. მარტო აქციის მონაწილეებს კი არა, აქციის მონაწილეებს ოჯახის წევრებს და შვილებს, დედებს და აგინებდნენ. ეგ ნაწილი მე ამას დახვედრები და ცემები, მე ამას პოლიციის პირდაპირ უბრალოდ ჩაოლებრი გადაწმულტებას აცემინებდა ხოლმე ადამიანებს. ჟურნალისტს რომელსაც კი დამკისერა მოტეხეს სიმხალბატოს პარალელურ ქუჩებზე, ბესიკის ქუჩაზე, ბესიკის ბიზნესებში შეცვიდნენ, ერთ 50-მდე ყობა ხაბაზი ცემაში რომ მოკლეს. ისეთ რაღაცებია ნაკეთები ადამიანები ისე ყავთ ნაცებნაბეგვი ხადია ზოგადად როცა შეხედა რომ ეგეთი რამე შეიძლება გაგიკეთონ და ეს შერჩეთ მან დამთავრებულია ყველა სხვა ადამიანის უფლება რაზე შეიძლება ვიდაურო რომ ჩემს სხვა უფლებაზე როცა ჩემი ყველაზე ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის უფლება იყო შელახული და იცოდე რომ შეიძლება სადარბაზოდან გამოხვიდე და უბრალოდ რა ვიცი მიგაძინონ გცემონ და ან გადარჩები ან არა ხო და ასეთი ტიპის ყოფაში მოგვიწია ცხოვრება ეს თვითონ ბიზნა ივანიშვილმაც გამოგვიცხადა რომ ის ისეთი ისტორიული გამოსვლა იყო რა ის ჩაწერილი ტაშირი რო ქონდათ მას ძალიან ბევრი ხალხი წყალად მოყვანილი და რო დაგიდა ბიძინა რო თქვა რომ შეიცვალა მისი მიდგომა ზოგადად მაშინ გადაწყვიტა ხალხს აუხსნა ყველაფერი всё ამ ხალხს დავიჭერთ ამ ხალხს ავგზავნავთ ერთი თვე მაცადეთ ეხლა წინ არჩევნებია და თუ რაღაცები და ესე მოამზადა იმისათვის რომ თავის თავალი დანახული საქართველოს ეთქვა და თავის თვალი დანახულ საქართველოში ამ ზოგადად აღარ იყო ადგილი ბევრი რამე. რაც შეეხება მასალების მიწოდებაზე, ქართველებმა თავის განცხადებაში ამბობს, რომ ჩვენ მივაწოდეთო აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC მოგვაწოდა, მოამზადეთ სრულყოფილი პასუხები და ოქტომბრივად დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამოდიოდა იქიდან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დადასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მოუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა. ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა. სრულად გაეშუქებინათ ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ ვერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება. პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. ეს არის რაც ჯამნაცეში შეგვიძლია თქვა კეზერაშვილის ამბავი, როცა BBC ავტორიტეტული იყო მისთვის და განსაკუთრებით მათგან აკეთ ოპოზიციის მხარის მათ შორის ფორმულამაც კი მიხვდათ იმისა, რომ მისთვის არ იყო ხომ მარტო მისაღები, კეზერაშვილზე არ მოერიდა და ის თქვა, რომ სანამ იქ საქმე მიმდინარეობს, რაღაცერად ის წილები გადმოფორმდა აქ ყოფ ადამიანებზე, ვის ფორმულაში იყვნენ ჟურნალისტები და არ დაუწია დიდ ოპოზიციას ეს გამოძიება, ხო, ამას ამბობს მაყურებელს და რადიოსმენელს რა ახსოვს, როცა BBC-მ გააკეთა კეზერაშვილის გამოძიება, მაშინ ხელისუფლება მაყოფილი იყო და ინდობოდა BBC-ს. ხო, ну დღეს ბუნებრივი არ ენდობა და იხსენებენ იმ სკანდალს. აი წარმოიდგინეთ ახლა ეს BBC-ს ესეთის გავსი სტატია რო ყოფილიყო 20-20-ის იმ გახარიას დარბევის დროინდელი აქციაზე რო ყოფილიყო, ამ ლამაზად არ ჩაუფენდნენ ამ BBC-ის სტატიას ახლა გიორგი გახარიას, ეს ძალიან კოხტად არ იქნებოდა საქმის მასალებში. აქედან ზუსტად არ გამოვიცა ვიღაცასთან აქ ურთიერთობა რომ დაეძაბოს წლების შემდგომ იმ ხოცისთვისაც ეს BBC-ის სტატია ძალიან რელევანტური გახდეს წლების შემდგომ და მის წინააღმდეგ გამოიყენა. მე იმას კი არ ვამბობ, რომელიმე მედია აპრიორი სანდარას და არც ერთი მედია ჩემთვის არ არის არასდროს. უბრალოდ ყოველთვის უნდა იყო რომ როცა ასე უყურებ ამ მედიას, ხან ის მედია იყოს ამი და ხოე და ყველანაირი სიმართლე წყარო შენთვის, შენ ოპონენტზე იწერება და ხან უბრალოდ ესე მარტივად ცდილობდე რომ BBC რა სანდო არისო, ეგ არ მოსულა. ხო, ну კი ბატონო, ნახოთ ეს ხა სასამართლოში თუ უჩიულებენ როგორ გაგრძელდება ეს საქმე და ყველაფერი. ვინ უჩინოს სასამართლოში? BBC-ს უჩიულებენ. და რა სტანდარტით არის ჩივილი სასამართლოში ჩვენზე ამბობენ ტყუილებს, ანუ თუ მედიას შეგვიძლია უჩივლოთ იმის გამო რომ ტყუილებს ამბობენ, იმედში გასაგზავნის საჩივარი მატერიალური სახით იმდენი იქნება რომ ტყეების გაჩეხვა მოგვიწევს მაგის ფურცელი რო ვიშოვოთ. არ შეიძლება ამგვარი ორმაგი სტანდარტებით ოპერირება ხო არის უბრალოდ ეს იქნება ვიღაცის დასანახად რომ აი ჩვენ ვეწინააღმდეგოთ BBC-ს, მაგრამ სინამდვილეში ეგ არის ხვალ თუ BBC იტყვის რომ მაგალითად რაღაცა ზურა ჯაფარიძე აღარ არის პოლიტპატიმარი და ცუდი კაცია და დასაჭერი იყო, ყველა ამას გააზიარებს და იტყვა რომ აი აზზე მოსულან და გონზე მოსულან. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისგებაში თუ მოუნდება ვინმეს, ეს კიდევ ერთხელ ამოტვიფრდება და კიდევ ერთხელ გადააბრალავენ. ჩვენ ხომ ნახეთ გიორგი გახარიას რო აქებდნენ ეგრე, მაგაზინ მეტად მარტო ღარიბაშვილს აქებდნენ. ღარიბაშვილი იყო ხა გახარიას
მერე ვისაც ქუჩაში ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ რომ მადლობა მშვიდობისთვის და მადლობა მართლმადიდებლობისთვისო და დღეს ერთი გაქცეულია და ციხე ემუქრება, მეორე არ არის გაქცეული, ვერ მოახერხა ჩემი ღმერთმენი და მასაც ციხე ემუქრება, ასე რომ მუდმივი არაფერი არის ის დეპუტატების უკვე აღარ ემუქრება რა. არა, ციხე როგორ არ ემუქრება, აკვეთის ღონისძიების აქ ციხე არ შეუფარდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა იქნება ხო, არა, შეიძლება დაალაგდნენ ასე ვთქვათ, ხო? ნუ მე დარწმუნებულია რომ მოახერხებენ, არ გაუჭირდება ხარიბაშვილის კომპრომისზე წასვლა ბატონ ბიზნესთან. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში მოაწილეო, ცოტა კი დააგვიანეთ და ცოტა ხანი გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს და უბრალოდ კალაძეს და საცობებს, ცოტნე კობერიძე და ბორისჩელე ყურვა იყვნენ ჩვენი სტუმრები. 10 იყო დღევანდელი გადაცემა, მაგ შემთხვევებით ხვალამდე.